ხედავთ კადრში, აი წინა ჩართვაში აღვნიშნე რომ მე იმედი მქონდა რომ არ დამჭირდებოდა მაშველების დახმარება, თუმცა აი ასე აღმოვჩდი სამაშველო ციგაში. მოდით აქვე გეტყვით რომ ბევრი არ განერვიულოთ, მე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, თუმცა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენმა მაყურებელმა კარგად ნახოს თუ როგორ არის დაცული მთის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები და არიან ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ვიზიტორების უსაფრთხო დასვენებაზე. თორნიკე არაბული არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დილას ჩემთან ერთად იწყეს დილამშვიდობის. დილამშვიდობისად მიესალმებს საქართველოს. თორნიკე, მოგვიყევი, როგორი არის ხოლმე პროცესი დაშავებულის მედპუნქტამდე ჩაყვანის და რამდენად ხშირად გჭირდებათ ხოლმე აი ამ პროცესის გავლა? პირველ რიგში ჩვენთან ზარი შემოდის 112-დან, 112 გიკავშირდება და გვეუბნება რომ სასიარულო ტრასაზე არის დასარალებული. აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვახდენთ სწრაფ რეალიზებას, მივდივართ. რა თქმა უნდა, პირველად მიდის ერთი მაშველი, სიტუაციის ანალიზს აკეთებს და იქიდან გამომდინარე თუ რა დაზიანება აღენიშნება დასარალებულის, იმის მიხედვით იცახებს მაშველების რაოდენობას და თუ რა გჭირდება ამ დასარალებულის. შემდეგ უკვე მოდის სამაშველო ჯგუფი, უკეთებთ პირველად დახმარების, სამედიცინო დახმარებას და რა თქმა უნდა, ფიქსაციას დასარალებული, რა თქმა უნდა, კიდურის და მიყვას უკვე სასწრაფო დახმარების მედპუნქტამდე. თუმცა მე ხშირად შეგნიშნავთ ხოლმე ისე მოსრიალებსაც ტრასაზე, ხო? ჩვენ მხოლოდ გამოძახების დროს არ გვიხდება აქ სრიალი, რა თქმა უნდა, ჩვენ მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს, ყოველ წუთს რომ თქვენ შეხვდებით მაშველს, რომელიც რა თქმა უნდა, ტრასების არეალს ახდენს ამ ტრასების არეალის დათვალიერებას, რომ თქვათ არიან ასევე ადამიანები, ვინც არ იცის თქვათ ჩვენი 112-ის კოდი, თუ რაზე უნდა დარეკოს და შეიძლება ან გაუკვალავში იყოს ის ადამიანი და ჭირდებოდეს დახმარება. და ბუნებრივია ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ იქამდე სანამ მთის კურორტებს ესტუმრება, აუცილებელია გაარკვიოს რუკა ტრასების პირველ რიგში და მარკირებულ არეალებში ისრიალოს, თუმცა დაუმორჩილებელი დამსვენებლებიც ხშირად გხვდებათ, ხომ? რამდენად ხშირი არის, ესე ვთქვათ, თქვენი გამოძახება, რამდენად ხშირად გიწევთ ადამიანების დახმარება, აი ყოველდღიურად მაგალითად რა რიცხვი არის ეს? კი, რა თქმა უნდა, ვიდრე ტურისტი ამოვაგდეთ აიწყებს სრიალს, უნდა გაიცნოს რუკას, იმიტომ რომ ყველა ტრასას აქვს თავისი ფერი და როდესაც 112-ში თქვა დარეკავს, ჩვენ უნდა გაგვედოდეს მისი პოვნა, აუცილებლად უნდა იცოდეს რომელი ფერის ტრასა არის, რა ქვია ამ ტრასას და აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო ადვილად მოგიხდება რომ მივიდეთ მასთან და რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხოთ მისი დახმარება. გამომდინარე იქიდან რომ სრიალი ადამიანებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რისკიც დიდი არის, თუ არ გავითვალისწინებთ და არ დავიმორჩილებით იმ წესებს, რაც არის სასრიალო არეალზე, რომ გუდაურს აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ ადამიანებმა მიიღონ, რა თქმა უნდა, მარკირებულ ტრასებზეც სიამოვნება. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი არ იმორჩილება ამას, გადადის გაუკვალავში და სწორედ აქ იქნება ის რისკი და ის პრობლემა, რაც შემდეგ უკვე მიდის იქამდე, რომ ჩვენ სიცოცხლეს რაღაც რისკის ქვეშ ვდებთ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს დღის განმავლობაში მინიმუმ 15-20 ადამიანის დახმარება. ესაც იმიდან გამომდინარე, რომ ისინი როგორც ვთქვით, არ ემორჩილებიან ამ წესებს. მე დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ პირველ რიგში თქვენი სამსახურისთვის. ყოველთვის მაქვს ხოლმე თქვენი იმედი და ჯერ მხოლოდ გადაღებისთვის დამჭირდა თქვენი დახმარება და იმედი მაქვს, რომ ჩემ სათხილამურო კარიერას ასე უსაფრთხოდ გავაგრძელებ და თქვენც გისურვებთ, რომ ესე ვთქვათ, უსაფრთხო დამსვენებლებს მე აქვე დაგემშვიდობებით და გეტყვით, რომ დილა დავიწყეთ გუდაურში, სადაც შესანიშნავი ამინდი დაგხვდა, შესანიშნავ ადამიანებმა გვიმასპინძლეს არაჩვეულებრივი ტრასებით და აუცილებლად იქამდე სანამ მთის კურორტებს ესტუმრებით, გაითვალისწინეთ ის უსაფრთხოების ნორმები, რაც არის აქ წარმოდგენილი. მე უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ და ბედნიერ დღეს. უსაფრთხო დასვენება შენც ნინუცა და ბედნიერად უსაფრთხოების ნორმები შეგვახსენა კიდევ ერთხელ ნინუცამ და კი ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ექსტრიმთან და თხილამურებთან